ესტონეთში არის ძალიან კარგი რესტორნების ქსელი. ეხლა მოვიდეთ ფრანგულ რესტორანში და წარმოიდგინეთ როგორი პრეზენტაცია თვითონ კერძების რა ძალიან კარგ დონეზე არიან ესტონელები. საქართველოს მაგარ დონეზე ვართ, მაგრამ სამწუხაროდ რომ ვადარებ უბრალოდ ესტონეთს აქ ვერ ნახავთ ძაღლებს, რომლებიც ქუჩაში სეირნობენ, კატებს, რომლებიც ქუჩაში სეირნობენ, ვაკლიათ ტროტუარები საქართველოში. მოკლედ, ჯერ ჩვენ საზოგადოება სჭირდება რომ მომწიფდეს. ამას ახლა არ ვამბობ მოგებით, ამას ვამბობ დიდი სიყვარულით, უბრალოდ სხვაობას ვხედავ. ესენი საბჭოთა კავშირი იყვნენ მხოლოდ 40 წელი, მაგრამ ჩვენ მაინც ის დაღა გვეტყობა, რომ რუსეთის ქვეშ ვიყავით 218 წელიწადი და კარგია რომ მივისწრაფით ევროპისკენ. ყოველთვის ვამბობ, რომ აი აქეთ უნდა მივისწრაფოთ. არქიტექტურა ტალინში გადასარევია. მე არ შემიძლია ესე უბრალოდ ჩავუარო ლამაზ უძრავ ქონებას. ტალინის ქუჩებიც საკმაოდ მიმზიდველი და აი ტროტუარებია, რაც თავარი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია საერთოდ ქალაქმშენებლობაში. რამე თუ ჩვენ თბილისში არ გვაქვს ბევრი ტროტუარები, ვაკის გარდა ტროტუარს ვერ იპოვით თბილისში. ამიტომ ვაქცევ ამას ყურადღებას. კახი კალაძე, რა ვიცი რამდენი დრო დაგრჩა მერობის, მაგრამ იქნებ მიხედო ტროტუარებს. მარტო ბუსლაინებს რომ მივხედეთ, ესე არ შეიძლება.